ეს მე ვარ მედიცინის კურს დამთავრებულების graduation-ზე. უბრალოდ ერთი პრობლემაა. მედიცინაზე არასდროს მისწავლია, მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს შევიპარო სხვისი უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონიაზე. შეპარვის მიზეზი კი მარტივია. მინდა გავიგო როგორი შეგრძნება იმ უნივერსიტეტის დამთავრება, სადაც ერთი დღეც კი არ მისწავლია. ამისთვის კი გეგმაა საჭირო და დავიწყოთ პირველი ეტაპით, რომელიც არის შესაბამისი ფორმის მოძიება. და ამისთვის უნდა მივიდეთ მაღაზიაში, სადაც იყიდება ნაჭრები და შევარჩიოთ ჩვენთვის შესაბამისი ნაჭერი. ჩემს მეგობრებს მივწერე და ფორმის სურათი გამომიგზავნეს, რომელიც აი ასე გამოიყურება და ამ ფორმის ქსოვილზე მაქსიმალურად მიახლოებული ფერის ვარიანტი უნდა მოვნახოთ. ავით. დავიწყეთ ქსოვილის მაღაზიის მოძებნა და მალევე მივაგენთ. ესეთ ნაჭერს ვეძებ და ხო არ გაქვთ მსგავსი რაიმე. 20 წუთიანი ძებნის შემდეგ ავარჩიეთ ქსოვილი, რომელიც გამოგვადგებოდა. აი შეიძლება აი ვარიანტია. მადლობა. ქსოვილი შევიძინეთ და მაღაზია დავტოვეთ. მოკლედ ქსოვილი უკვე ნაყიდი არის. და ეხლა უნდა ვიყო კერავი, რომელიც მოასწრებს და ერთ დღეში შეკერავს. იმიტომ რომ graduation-ი ხვალ არის და რატომღაც ცოტა გვიან ხო, graduation-ი ხვალ არის და რატომღაც ცოტა გვიან გავიღვიძე. ალბათ უფრო ადრევა დამეწყო მომზადება. ყოველ შემთხვევაში, მაინც უნდა მოვასწროთ ყველაფერი. წავედით იმ სამკერვალოსკენ, რომლისკენაც მიგვასწავლეს. აგერ, ამას შევიდეთ და ვნახოთ. გამარჯობა. აღმოჩნდა რომ ამ ადგილას მანტიას ვერ შევიკერავდნენ და მიგვასწავლეს სხვა ატელიე, რომელიც გვერდზე ქუჩაზე იყო. გამარჯობა, შეგმშალა. სამონში რატო შევედი არ ვიცი. სად არის სამკერვალო? დიდი შენობაა. დიდხნიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეთ რომ ატელიე რომელსაც ვეძებდით, დაკეტილი იყო. მოკლედ სამწუხაროდ დაკეტილი იყო ყველა ატელია და ეხლა უნდა მოვძებნოთ სხვა ადგილას, რა სხვა გზა არ არის. და უკვე პირველი საათი ხდება. ხვალ არის ზუსტად 7 საათზე graduation-ი და მაქამდე უნდა მოესწროს ყველაფერი. რომ მომიწევს ჩემი შევკერავ, არ მაინტერესებს. მაგრამ კარგი იქნება თუ მკერავ შეგერავს. კაი, ვნახოთ აბა. მოკლედ მოვედით კიდევ ერთ ადგილას და ვნახოთ ამ ადგილას თუ შეძლებენ ჩემი მანტიის შეკერვას. ხოლო რაც შეეხება ქუდს, ქუდი ვითხოვე. და გამომდინარე რომ არის შავი, ჩვენს ლურჯ ქსოვილს ზემოდან გადავაკერებთ და გახდება ლურჯი. Let's go. მოკლედ გამარჯობა. აი ნაჭერი მაქვს და აი ესეთი რაღაცის შეკერვა თუ არ შესაძლებელი. კერავი ძალიან კეთილი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მანტიის შეკერვას არასრულ 24 საათში ვთხოვდით, ყველანაირად ხელი შეგვიწყო და შეკერვაზე დაგვთანხმდა. Yes, ვიკერავენ. შევთანხმდით? კი, გოგიკი. ძალიან კაი. მაშინ ხვალ 5-ზე მოვალ. აი. გაიხარეთ. უღმესი მადლობა. გაიხარეთ. ჩვენერი, მადლობა. ხვალამდე. ეგ არის, იმენა ესეთი კეთილი ხალხი მიყვარს რა, რომ გამოვედი ბედნიერი, ისე დადებითა და კარგად მოგვიდგა რა. და ეხლა დაგვჭა სტიკერი უკვე. საყელოს აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის ლოგო დატანებული. და ვფიქრობთ რომ ეგ ლოგო ამოვპრინტოთ, სტიკერად გადავაქციოთ და პირდაპირ დავაწებოთ ლამაზად ესე საყელოს რა. იმედია კარგი იქნება. წავედით ეხლა სტიკერზე. გამარჯობა. სტიკერის ამობეჭდვა მინდა. დიდი მადლობა. მოკლედ სტიკერიც ამობეჭდეთ და ახლა ველოდებით მხოლოდ მანტიას და ქუდს, რომელიც ხვალ იქნება და შევხვდებით ხვალინდელ დღეს. და დადგა მეორე დღე, როდესაც მე უნდა გავასაღო თავი როგორც კურს დამთავრებული. ახლა მკერავმა დამირეკა, მზად არის შენი მანტიაო. ეხლა არის ზუსტად 5:11 წუთი და წავედით ეხლა პირდაპირ მკერავთან და ამის შემდეგ პირდაპირ ცერემონიაზე. ესე გამოიყურება ჩვენი მანტია და ეხლა ჩავიცვენ და ვნახოთ. შვენი ვერ გამოიყურება მეგონი. იდეალურია. სტიკერს აქ დავაკრავთ და ეგ არის რა. Perfect. მადლობა დიდი. არ ვარ ეხლა ნამდვილი დოქტორი. ექიმი მოდის, ექიმი გაატარეთ. ერთადერთი სტიკერი დაგშვა და ეხლა ქეთამ უნდა დააკრას ჩვენი სტიკერი. პატარა დავაკრათ, აი სადღაც აი აქ. Perfect. გენიალურად გამოიყურება მეგობრებო, გენიალურად. ეგ არის, წავედით ეხლა უნივერსიტეტში მეჩქარება კაცო და სამთავრობო. ცერემონიაზე დასაწყები აუცილებელი მანტია უკვე მაქვს. და ახლა ჩემი შეპარვის გეგმა ასეთია. როდესაც ჯგუფების გამოცხადებას დაიწყებენ, ერთ-ერთ ჯგუფს უკან გავყვე. ისე თითქოს მათი კურსელი ვარ. შემდეგ კი დავიკავო ადგილი და დაველოდო ფიცის დადებას. თუმცა მაქამდე ჯერ ვნახოთ კურსდამთავრებულების რეაქცია ჩემს დანახვაზე. აი, უახლოვდები უნივერსიტეტს და ძალიან ნერვიულობ სიმართლე გითხრათ.
ლუკა მოდის და ნახოთ ახლა ლუკა პირველი ლუკას რეაქცია რა. გაიხარე, როგორ მაინც მოგძან ბოდიში. როგორ მიხდება ლუკა? როგორ მიხდება? ხუმრობ ძალიან მიხდება. ანუ ბებია ჩემი, როგორი ამაკებდა, ექიმის უმიტა ყოფილიყო და მართალი, აი ბებია. ამ ვიდეოს რო უყურებ დაგიხარდება, ეხარი? აუხდა ოცნობა. ჩემი მეგობრები არიან, აქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ამთავრებს და მათი რეაქციები ჩავიწევოთ, ეხლა სათითაოდ რა. თავს ვცნობ როგორც ნამდვილი კურსდამთავრებული და როგორი უცნაური ძნობაა. გამარჯობა, გილოცავ დამთავრებას. აი, მე 6 წელი ერთად გავატარე. ციკრა დამთავრდა. ჩემი კურსელები. ხო. როგორ მიხდება? ძალიან გიხდება. გილოცავ, შენ როგორც წარმატებული სამედიცინო სტუდენტი, შენ და ჰიპოკრატე ერთგულად ემსახურებით ქართულ მედიცინას. გაიხარე, გენოსვე, დიდი მადლობა. კოლეგა. ერთი კითხვა მაქვს. რამდენი? რისი ექიმი ხარ? YouTube-ის. მადლობა. შენ შემოყარული. არა, რეაქციის გახსნას ვარ. კი, ამათ. მე კურსელი ვარ, თქვენი. გილოცავ. მუა. შენთან ერთად მეც დავასრულე. შეიძლება არ იცოდე, მაგრამ მართლა? ხო, ვიდეოს ვიღებ. ხონა არ გააბაზრო. რატო გაცვიეს? შოვე. შევიკერე. გასაგები. მართლა შევიკერე, ოღონდ. გაცვა სად არის? არა. გაცვა. გიხდება. შეაკერი, ნე? ხო, შევიკერე. ხო მაგარია. ბატონი, აი ეს რა არის? არის ჰიპოკრატეს პიცი. ანუ მე წარმატებით დავდე პიცს დღეს. უნდა დავდივდეთ მაგრამ ვერ გახდები ხო, ექიმი. ხო არ მეჩხუბებიან მაგაზე. არა. ნახეთ, ანუ მთელი კრანი დგას და აი აქეთ დასხდებიან უკვე ყველანი რა, მათ შორის მეც. რაც არ მინდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს არის მონიზების ხელი არ უნდა შემთხვევაში უნდა შეუშალო, იმიტომ რომ ჩემი მიზანი აქ ეს არ არის. და ერთ-ერთი რაც მინდა უბრალოდ ამ ყველაფერს თანამონაწილე გავხდე, ისე რომ მათ ეს არ იცოდნენ. ეხლა ვიმზადებით და ცოტა ხანში იწყება ცერემონია, დაჯილდოები, სადაც დაიწყება მსვლელობა და აი ესე როგორც ხდება ხოლმე, უკვე შევლენ და ყველანი შევალთ და დაუჯდებით სკამებზე. საკმაოდ ღელავ, რადგან ცოტა ხანში უნდა შევიპარო ადგილას, სადაც რეალურად ჩემი ადგილი არ არის. იმის შიშით, რომ რამე არ გავახვიჭო. დაიწყეს ჯგუფებმა შესვლა უკვე. აი ამ ლამაზზე უნდა გაიარო და იქ შევიდნენ და მე იქ დასწრნენ რა. გავედით? ჯგუფი ნომერი გავედით. და რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ჩემი დროც დადგა. აუ, შევედით მეგობრებო, შევედით, ძალიან ბედნიერი ვარ მართლა შევედით და ამ გენიალურ ადგილას ვართ, ეხლა ძალიან მაგარი არის მართლა. ჯგუფი ნომერი 6. ანუ სასწაული შეგრძნება არის პირდაპირ, როდესაც გამოდივარ აქ. მე თო ჩემო შოქში ვარ. გაგიჟებული ვარ, რასაც ქვია. ჯგუფი ნომერი 7. შემოვედით. ჯგუფი ნომერი 8. დაძვდებით. მე-9 ჯგუფი. შენი არია, აქ ვიკავებთ ადგილს. მე-14 ჯგუფი. შენი ერი. გამარჯობა. აუ, რა მაგარია, მედიცინის ხალხი. ჯგუფი ნომერი 16. მე-17 ჯგუფი. ამ დროს ვფიქრობ, რომ ადგილი დავიკავე და აღარაფერზე მაქვს აღელვი. თუმცა განდაბა ისე მოხდა, რომ არასწორ ადგილას დავჭერდი ავტობუსს ხოლმე გადავდეთ. განდაბა. 16 ჯგუფი. მეორეჯერ მომიწია ამ სცენაზე გამოვა. გამოიწერეთ არხი ამასობაში. 28. ხატო გადავინასვეთ უკან ძალიან მეწმინა. და ჯგუფი ნომერი 40. გადმოვინასვეთ ადგილსა უკან რატო არ ვიცი, მაგრამ არასდროს ხატო და აი, ეხა იქით დგომას არ ზობდა რომ აგერ გარიყავე. წარმატებით შევიპარე გავჯექი და ცერემონიამაც არ დააყოვნა. ჩემო კარგებო, ჩემსკენ ყურადღება. ასე შემდეგ. ოფიციალური ნაწილი გვექნება, მილოცვები იქნება. ჰიმნის დროა. ძალიან დიდი მადლობა. სტომატოლოგიის ფაკულტეტი სად არის? მე რა ვარ? მედიცინა ყოფილვარ მე. იმის მაგივრად რომ ერთ ორგანის მოეკვა მეორე, მოხდა მათი კოოპერაცია და მათი ესე ვთქვათ დამეგობრება. და 80-იან წლებში ენდოსიმბიოზი ცნება უკვე აღარ იყო.
და ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგ მოვიდა დრო, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდი. ჰიპოკრატეს ფიცის დადება. იწყება ფიცის დადება. როცა მზად ვიქნებით დავიწყოთ, მე მგონი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი საზეიმოდ ფიცავ. ჩემი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას. ალბათ ფიქრობ, ახლა რას ველოდები და იქნებ შენგელოდები რომ დააჭირო მაგ გამოწერის ღილაკს. მეგობრებო, მსგავსი ტიპის კონტენტს პირველად ვიგებ ჩემს არხზე და დამიწერე რამდენად მოგწონს კომენტარებში. ფეხზე ვდგავარ ჩემთვის და ვფიქრობ, ახლავე შემიძლია ამ ფიცის წაკითხვა, მაგრამ არც 6 წელი მისწავლია, არც ექიმობას ვაპირებ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფიცის დადება ჩემგან თლად სწორი არ იქნება. და უცებ ჩავფიქრდი და კითხვა გამიჩნდა. როგორი იქნებოდა ფიცი იუთუბერს რო უწევდეს მისი დადება? და ეს წარმოვიდგინე. მე იუთუბერი მიკა, ჩემი მაყურებლისა და კამერის წინაშე, საზეიმოდ ფიცავ. ყოველთვის პატივი ვცე მაყურებლის დროს და ყოველი ჩემი ვიდეო იყოს საინტერესო, სასარგებლო ან გასართობი. არასდროს დავიზარო ახალი იდეების ძიება, ექსპერიმენტები და განვითარება, რომ ყოველი მომდევნო ვიდეო წინაზე უკეთესი გამოვიდეს. ყურადღებით წავიკითხო მაყურებლის კომენტარები, გავითვალისწინო რჩევები და ყოველთვის მახსოვდეს, რომ ამ არხს მე და თქვენ ერთად ვქმნით. პატივი ვცე სხვა იუთუბერების შრომას და ბოლოს არასოდეს დავკარგო ის მიზეზი, რის გამოც YouTube-ის კეთება დავიწყე. შევქმნა ვიდეოები, რომელიც ადამიანებს დადებით ემოციას დაუტოვებს. ამ ფიცებს საზეიმოდ ნებაყოფლობით დავანგალე. 3 კილოზე! მიოჩავ, მეგობრებო, მიოჩავ. იგი მადლობა, ძალიან ბევრი წარმატებები მისურვებია. დამითხარი ვერ გავიგე. მადლობა. მართლა, ძალიან დიდი მადლობა. და კეთ როგორ ახარ? ძალიან მაგრად. როგორი არის იყო ექიმი, როგორ გრძნობო? დიდი პასუხისმგებლობა არ მინდა არა. და ექიმობა ამათ ძმაო, აი ნახე რამდენი არის ამათ ექიმობა. მე YouTube-ზე მეგობრებო, შემოგეღოთ ჩემი თავი. ეს ვიდეო ემსახურება მხოლოდ გასართობ ბიზნესს, მეტი არაფერი. წავედით ახლა აბა რა გქივათ მეგობრებო. შაკიკით. მეგობრებო, წავედი მივხედავ ადამიანს ახლა რა. მაგრამ საბოლოოდ ყველაფრის დასასრულის დრო დგება. ჩემი დროც როგორც სამედიცინოს კურსდამთავრებული ამოიწურა, მაგრამ არ აუშავს, ეს დასაწყისი არის ჯერ კიდევ. მარცხენა ხელი ჩამოწევ. მე შეადრიელი, ადრე ვისო მარჯვენაზე აცი. და იმის თქმა მინდოდა რომ დღეისთვის სულ ეს იყო და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. გაკოცეთ.